ძისათა და სულისაწმისათა ჩვენთან არს ღმერთი არ დაიყოს. იდება და მადლობა უყოს ყველაფერთვის ხელმოდელი აღვლილი წივისათვის. მოგეხსენება დღეს არის ხსენება უდიდესი წმინდანისა მიქეილ გობრონისა და მისთანა 313 მხედართა წამებულთა. მოგეხსენებათ მეათე საუკუნის პირველი ნახევარი საქართველოსთვის იყო ძალიან რთული პერიოდი. მე-7 საუკუნიდან მე-10 საუკუნის 914 წლამდე იყო არაბთა შემოსევები საქართველოში და ერთ-ერთი კი არა ბოლო შემოსევა იყო ზუსტად 914 წელს, როდესაც საქართველოში შემოვიდა აბულ კასიმი. მოგეხსენებათ, მას ყავდა დაპყრობილი 7 სამეფო და ძალიან მრავალრიცხოვანი ჯარით შემოესია იგი საქართველოს. პირველი ერიში რა თქმა უნდა მიიტანა მან ქართლზე, იგი თბილისის ამირასთან მივიდა, ესე ვთქვათ, ძალიან სიყვარულით შეხვდა ერთმანეთს და ამის შემდგომ იგი გადადის კახეთში და იპყრობს, ესე იგი, უჯარმის და ბოჭორმის ციხეს. მაგრამ იქაური ქორეპისკოპოსი ესე ვთქვათ, სავაზობს მას ზავს და ამის შემდგომ უჯარმის ციხეს ათავისუფლებს. ამის შემდგომ გადადის უკვე ესე ვთქვათ, ქართლისკენ, სადაც მას ესე ვთქვათ, უფლის ციხის გალავანს შემოუხსნიან იმის გამო, რომ ხალხი არ დაიხოცოს. შემდგომ გადადის სამცხეში და ესე იგი შავშეთისა და აჭარის ტერიტორიაზე. იქ ესე იგი გამართავენ ისინი ბრძოლას თმოგვის ციხესთან, მაგრამ თმოგვის ციხეს ისინი ვერ აიღებენ ღმერთის მადლით და მივლენ ისინი ყველის ციხესთან, სადაც ესე ვთქვათ, გამაგრებული იყო იმდროინდელი ერთ-ერთი ძალიან ღირსეული მმართველი გურგენ ერისთავი და სწორედ ამ ციხეში იყო გობრონიც, რომელიც იყო ერთ-ერთი გარნიზონის მთავარი. ძალიან დიდი ბრძოლა გაჩაღდა, 28 დღე მიდიოდა ბრძოლა ამ ტერიტორიაზე და მიქეილ გობრონს ჰქონდა პარტიზანული ტაქტიკა. ისინი ღამით ესხმოდნენ მტერს თავს, ხოლო დღისით ის შემოსევებს იგერიებდნენ და ასე გასტანა 28 დღე და ყველანი იყვნენ განსვიფრებულები მიქეილ გობრონის ვაჟკაცობით და სულისკვეთებით, პატრიოტიზმით. 28 დღის შემდგომ სამწუხაროდ მოხდა ყველის ციხის აღება. ოღონდ უნდა აღვნიშნოთ აქ ერთი ფაქტი. ზოგად წყაროებში წერია, რომ ქართველები მტერს დადებდნენ. არამხდარა, ასე არ მომხდარა. უნდა ვთქვათ ის ფაქტიც, რომ ქართველებმა ფიცის წესით ჩააბარეს ყველის ციხე. და რას ნიშნავს ეს ფიცის წესი? ამ ფიცის წესი ეწოდება წესს, როდესაც არა მხოლოდ ერთი მხარე, არამედ ქართველები შეუთანხმდნენ მტერს ომის შეწყვეტაზე. წინააღმდეგ შემთხვევაში, თუ მტერი მაინც გააგრძელებდა ომს და ესე ვთქვათ, დაუბრუნდა იქაურ ხალხს, ეს ფიცის წესი არ იმოქმედებდა. მტერის თანახმა იყო, რომ ორი ომი შეიწყვიტა და სწორედ ამის შემდგომ მოხდა ის, რომ ყველის ციხე სამწუხაროდ აბულ კასიმმა და მისმა ლაშქარმა დაიპყრო. ამის შემდგომ უნდა ვთქვათ, რომ ძალიან დიდი ესე ვთქვათ, გამოსასყიდი გადაიხადა მეფე ადარნასემ, რომ მრავალი ქართველი გამოესყიდა, მაგრამ მათ შორის არ იყო მიქეილ გობრონი. მიქეილ გობრონის დათმობა ასე მარტივად არ უნდათ, იმიტომ რომ აბულ კასიმ ძალიან მოსწონდა იგი,
ნახა 28 დღე თუ რაოდენ დიდი პატრიოტი იყო საქართველოსი და ესე ვთქვათ თავიდან ზააკუმლად მამაშვილად მიუდგა და უთხრა რომ ესე იგი მე აგიქვა როგორც ჩემ შვილს და ყველაზე კარგს უჩევს მამა საკუთარ შვილს ხომ ასეა და ჩემი აზრით შენ უნდა უარყო მართლმადიდებელი სარწმუნოება და რა მოხვიდე ისლამზე რა თქმა უნდა მიქელ გობრონმა დაიცვა თავისი ჭეშმარიტი ქრისტეს სარწმუნოება და მასთან ერთად მრავალმა იმ მრავალრიცხოვანმა ლაშქარმა ყველა თქვა ერთი სიტყვა რომ ისინი მზად იყვნენ ქრისტეს სარწმუნოებისთვის თავი გაეწინათ თავი შეეწინათ წარმოვიდგინეთ და ამის შემდგომ ესე ვთქვათ მაინც არ ცხრებოდა აბულ კასიმი და უნდოდა რომ რამდენადმე გადაებირებინა თავისკენ მიქელ გობრონი მაგრამ არამზარავს ეს მას არ გამოუვიდა ძალიან დიდი ესე ვთქვათ მორალურად გამტეხი ქმედებები განახორციელა მიქელ გობრონის წინააღმდეგ თავიდან მას ანუ მის თვალწინ მოკლა თავისი ლაშქრის წევრები და ესე ამბობენ რომ ესე იგი ამ თავისი მეგობრების სისხლი მას ესხმებოდა შემდგომ ესე ვთქვათ უკვე მიიყვანეს სამჯავროზე და აქაც ეგონათ რომ გატყდებოდა მოგეხსენებათ მას ლახვარი უგმირეს და დაჭრეს და ეგონათ რომ ამ ტკივილს რომ განისტიდა ამით მაინც მოახერხებდნენ მის გატეხვას მაგრამ ვერ მოახერხეს ესეც და წყაროებში წერია რომ სადაც უგმირეს იქიდან ხომ გამოვიდა სისხლი ის სისხლი მოისვა შუბლზე ჯვრის სახით და თქვა რომ მე ჩემს ცხოველ ღმერთს ცოცხალ ღმერთს მე არ უარყო რაც არ გინდა მიყვოს და სწორედ ამის შემდგომ მოხდა ის რომ მას გამწარებულმა აბულ კასიმმა თავი მოკვეთა და ესე შევიდა იგი და ჩაეწერა წმინდანთა დასში ჩემო კარგებო ეს ყველაფერი არის ძალიან დიდი დასაფიქრებელი ჩვენთვის ძალიან დიდი აი ასეთი პატრიოტის ადამიანების ხარჯზე და პატრიოტი ადამიანების სულისკვეთების ხარჯზე მოვედით დღემდე ჩვენ ეს არის დასაფიქრებელი და სამწუხაროდ კიდევ მინდა რომ მოახსენო და გავამოხვილო ყურადღება ემი ფაქტზე თუ რა უნდათ რომ დღესდღეობით ჩვენ სახელმწიფოში დაეშვას ეს არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება არაბების ქალაქის აშენება როგორ შეიძლება ჩვენს ქვეყანაში იმ ქვეყანაში სადაც რა ვიცი არაბობა იყო და არაბობას ვერ ვზრდით და ამათი მუხლიდან დავეხსენით როგორ შეიძლება რომ ჩვენს ქვეყანაში ეს მოხდეს როგორ შეიძლება ყველა აუცილებლად ერთიანად უნდა დადგეს ელი ეს არ შეიძლება რომ ეს ჩვენს ქვეყანაში დაუშვათ თუ სამწუხაროდ ვერ ხვდებიან დღევანდელი ხელისუფალები თუ რაოდენ დიდ საფრთხეს უქმნიან ამით საქართველოს ეს ყველაფერი ჩვენი მოსაგვარებელია და ხალხის მოსაგვარებელია იმიტომ რომ მე ვხედავ მომავლის პერსპექტივას მე ვხედავ იმას რომ ეს ყველაფერი ჩვენი ქვეყნის დაქცევის საწინდარი არის იმიტომ რომ არაბთა ქალაქი ნიშნავს იმას რომ მათ ეკრება თავიანთი ბიუჯეტი მათ ეკრება თავიანთი წესები თავიანთი ჩვეულებები და ისედაც ამ ვერტყულ საქართველოს რომელმაც ძალიან დიდი რა ვიცი ომების ძალიან დიდი სისხლის ღრის ფასად მოვედით აქამდე ხო ეს დაუშვებელია და ეს ყველაფერი არ უნდა მოხდეს და ამისთვის აუცილებლად ყველა ერმა თუ ბერმა აუცილებლად ხმა უნდა ამოგვიყვეს ეს არ შეიძლება დუმილი ამ ყველაფერზე არის დანაშაული ჩემი აზრით ჩემი პირადი აზრით გენაცვალეთ ასე რომ ღმერთმა მოგწეს სიმტკიცე ღმერთმა მოგწეს მიქაელ გობრონის ესე ვთქვათ ღვთისადმი ერგურება ღვთისადმი შიში
და აუცილებლად უნდა მოგვცეს ღმერთმა იმისი უნარი, რომ თქვათ, რომ ცუდი ნამდვილად არის ცუდი და კარგი არავის დაუყაროთ. აგლოსოთ უფალმა და გაგაზრდით.